მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო კოლეგებო, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, მორიგი სხდომა მინდა გახსნილად გამოვაცხადო და წარმოგიდგინოთ დღევანდელი სხდომის დღის წესრიგის პროექტი. პირველ საკითხად ჩვენ გვაქვს განკარგულების პროექტის საარჩევნო სუბიექტის საქართველოს თავმჯდომარის გიორგი ლილუაშვილის საჩივრის შესახებ. მომდევნო საკითხად გვაქვს საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციად გაერთიანებული სამეფოს საარჩევნო კომისიის რეგისტრაციის საკითხი. ასევე გვაქვს საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციად მალაიზიის საარჩევნო კომისიის რეგისტრაციის საკითხი. გვაქვს ახალგორის ალქო საარჩევნო კომისიის წევრის არჩევის საკითხი. ასევე სხვადასხვაში გვაქვს კოლეგებო სამი საკითხი, რომელთაგან პირველი უკავშირდება განკარგულების პროექტს, ასევე საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციად მეხიკოსითი საარჩევნო ინსტიტუტის რეგისტრაციის თაობაზე. ასევე გვაქვს განკარგულების პროექტი მექსიკის ეროვნული საარჩევნო ინსტიტუტის საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის თაობაზე და გვაქვს განკარგულების პროექტი 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციად ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. შესაბამისად, წარმოდგენილი სახით დღის წესრიგის პროექტს თუ კითხვები, მოსაზრებები არ არის, ვაყენებ კენჭისყრაზე. თხოვთ გავიაროთ რეგისტრაცია. კოლეგებო, ვასრულებ კენჭისყრას. მადლობა კოლეგებო, ერთხმად დამტკიცებულია დღის წესრიგი. გადავდივარ პირველი საკითხის განხილვაზე, რომელიც როგორც დღის წესრიგის დასაწყისის, დღის წესრიგის გაცნობისას გაგიზიარეთ, უკავშირდება განკარგულების პროექტს საარჩევნო სუბიექტის საქართველოს თავმჯდომარის გიორგი ლილუაშვილის საჩივრის განხილვას. ვიდრე საჩივრის შესახებ გაგიზიარებთ ინფორმაციას, იურიდიულ დეპარტამენტს მინდა ვკითხო, რამდენად მომჩივანი მხარე იყო დაბარებული და ხომ არ იმყოფება მოსაცდელ ოთახში, თუ არის უზრუნველყო შემოყვანა, სხვა შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ გადავიდეთ განხილვის საკითხზე და გთხოვოთ თქვენ საჩივრის შინაარსის წარმოდგენა. გისმენთ? მოგესალმებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით საჩივრის ავტორი დაბარებული იქნა, შესაბამისად სხდომაზე შედგენილია მხარის ტექნიკური საშუალებით დაბარების შესაბამისი აქტი. გასაგებია, მადლობა. ასევე როგორც გვატყობინებენ, არ იმყოფება ადგილზე, შესაბამისად იურიდიულს მინდა ვთხოვ, წარმოგვიდგინოს საჩივრის შინაარსი, შემდგომ თუ კითხვები არ ექნებათ კოლეგებს, ასევე შემდგომ გთხოვთ თქვენი დასკვნის წარმოდგენას. გისმენთ? კიდევ ერთხელ მოგესალმებით. წარმოგიდგენთ საჩივართან დაკავშირებით ინფორმაციას. მიმდინარე წლის 11 სექტემბერს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება საქართველოს ხელმძღვანელმა მომართა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მოითხოვა ისნის ალქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გაუქმება და ხარვეზის დადგენა, რომლის შედეგადაც მიეცემა შესაძლებლობა, რომ გამოასწოროს შესაბამისი ხარვეზი. განკარგულება, რომელიც გასაჩივრებულია, შეეხება ალქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ გამოცემულ სამართლებრივ აქტს, რომლის თანახმადაც საკუთარი ინიციატივით ბათილად იქნა ცნობილი ამავე პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაციაში გატარების თაობაზე განკარგულება. ჩვენ გამოვითხოვეთ შესაბამისი მასალები და ქრონოლოგიურად ასევე მოგახსენებთ წარმოებას ამ აქტთან დაკავშირებული წარმოების შესახებ, ადმინისტრაციული წარმოების შესახებ. კერძოდ, მიმდინარე წლის 4 სექტემბერს პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიმართა ალქო საარჩევნო კომისიას და წარადგინა 3 მაჟორიტარი სხვადასხვა მაჟორიტარულ ოლქებში, მათ შორის ერთ-ერთი კანდიდატი ლალი ბუნტური და შესაბამისად განაცხადთან ერთო და კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი. ამის შემდგომ 5 სექტემბერს ალქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ გამოცემული იქნა
აქტი კანდიდატის რეგისტრაციაში გატარების შესახებ, თუმცა როგორც მასალებიდან ირკვევა, განცხადებას თანდართული ჰქონდა პარტიული კუთვნილების შესახებ განაცხადის ფორმა, რომელიც დამტკიცებულია CESCO-ს განკარგულებით და ასევე თავის მხრივ, რომელიც გამომდინარეობს CESCO-ს მიერ მიღებული დადგენილებით, განაცხადის ფორმით ირკვეოდა, რომ წარდგენილი კანდიდატი იყო სხვა პოლიტიკური გაერთიანების წევრი, კერძოდ მითითებულია მის მიერვე შევსებული პარტიული კუთვნილების განაცხადში, რომ ის არის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება საქართველოს დამცველთა ერთობის წევრი, რაც თავის მხრივ კანონმდებლობის თანახმად კანდიდატის რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის საფუძველი ან თუ კი გატარებულია კანდიდატი რეგისტრაციაში, ამგვარი რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია. თავის მხრივ მნიშვნელოვანია ის, რომ არც დადგენილება, რომელიც CESCO-ს მიერ არის მიღებული 2024 წლის 16 აგვისტოს კანდიდატის პარტიული კუთვნილების შესახებ ინფორმაციის წარდგენის წესის თაობაზე, არც საარჩევნო კოდექსი არ ითვალისწინებს მსგავს შემთხვევებში ხარვეზის დადგენის შესაძლებლობას. ხარვეზი ინიშნება ორ შემთხვევაში, თუ კი არ არის წარდგენილი პარტიული კუთვნილების შესახებ განაცხადი საერთოდ, ან თუ კი იქ არსებული ინფორმაცია შეუსაბამობაში მოდის სხვა რეგისტრაციისთვის აუცილებელ დოკუმენტაციასთან. მოცემულ შემთხვევაში კი უდაოდ დგინდება, რომ კანდიდატი სხვა პოლიტიკური გაერთიანების წევრია, მის მიერვე შევსებული განაცხადის ფორმით, რაც საბოლოო ჯამში მისივე რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო. აქედან გამომდინარე, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ მიღებული იქნა აბსოლუტურად სწორი, ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებზე დაყრდნობით შესაბამისი განკარგულება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. დიდი მადლობა, რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა საჩივრის ავტორი ყოფილიყო თავად, მიუხედავად იმისა, რომ საჩივარში ფაქტობრივად აღწერილი არის სრულად შესაბამისი გარემოებები, მაგრამ კითხვების დასმის საშუალების თვალსაზრისით ან თუ დამატებით მოვიდა? შეიძლება შემოიყვანეთ მაშინ გთხოვთ. კეთილი, დაველოდოთ, მაშინ გავიაროთ შესაბამისი პროცედურები და შემოვიყვანოთ თუ შეიძლება. ჩვენ უკვე ვიცნობთ გარემოებებს და დაველოდებით საჩივრის ავტორის პოზიციის დაფიქსირებას თუ რა თქმა უნდა სურვილი ექნება. მოგესალმებით, ბატონო გიორგი, მოგესალმები ასევე წარმომადგენელს. ჩვენ ფაქტობრივად რამდენიმე წუთის განმავლობაში ვეცადეთ, რომ რამდენჯერმე გადაგვემოწმებინა, ხომ არ იყავით მოსული და
ზუსტად იმ პროცესში ვართ, როდესაც იურიდიული დეპარტამენტისგან მოვისმინეთ საჩივრის შინაარსი, ასევე მოვისმინეთ იურიდიული დეპარტამენტის დასკვნა და ფაქტობრივად დროულად მოხვედით, როდესაც გაქვთ შესაძლებლობა იმის თაობაზე, რომ თუ გსურთ თქვენი პოზიცია დააფიქსიროთ საჩივარში მოცემულ გარემოებებთან დაკავშირებით, თქვენ მოგეცემათ ამის შესაძლებლობა. თუმცა აქვე გაცნობებთ, რომ ვიცნობთ საჩივარს, ასევე იურიდიულმა დეპარტამენტმაც გააცნო დამსწრე საზოგადოებას და თხოვთ ტრიბუნასთან სურვილისამებრ ასევე გითხრათ, რა დრო დაგჭირდებათ თქვენი პოზიციის დასაფიქსირებლად. ავე 10 წუთი არც კი. კეთილი, გისმენთ. მოგესალმებით, მივესალმები აქ ყოფ საზოგადოებას. ჩვენი პოზიცია არის ასეთი, რომ ჩვენი კანდიდატი ქალბატონი ლალი ბუნტური, რომელსაც უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, გვინდა რომ ის უფლებები, რაც დაირღვა მის მიმართ, აღდგეს და მოხდეს კვლავ რეგისტრაციაში დაფიქსირება. დღესდღეობით აქ განიხილება მისი მაჟორიტარობის საკითხი, თუმცა სულ რაღაც რამოდენიმე წუთის წინ ჩვენ სასამართლოშიც ჰქონდა პროცესი პარტიული სიიდანაც იქნა ქალბატონი ამოღებული. მე მინდა დავაფიქსირო, რომ ქალბატონი ლალი ბუნტური ჩვენი პარტიის მაჟორიტარი და პარტიული სიის დეპუტატობის კანდიდატი იყო როგორც 2024 წელს, 2020 წელშიც და ასე შემდეგ. უბრალოდ აქ მოხდა ტექნიკური გაუგებრობა და შესაბამისად უნდა დამდგარიყო ხარვეზის გამოსწორების საშუალება უნდა მოგცემოდა, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ პირდაპირ მოხდა ქალბატონი ლალის უფლებების დარღვევა და პირდაპირ მოიხსნა არჩევნებიდან. ჩვენ რომ მოგცემოდა ამის საშუალება, ჩვენ ამას გამოასწორებდით. ქალბატონი ლალიც აქ ბრძანდება და დაადასტურებს იმას, რომ ქალბატონი ლალი არის პარტია საქართველოს წევრი. 2024 წლიდან ფაქტიურად ეს პარტია, რომელიც აქ იყო მითითებული, დატოვებული აქვს, თუმცა მე ხაზს გაუსვავ. ეს დოკუმენტები, რომელიც აქ არის წარმოდგენილი და მითითებული არის, რომ ქალბატონი ლალი არის სხვა პარტიის წევრი, ეს დოკუმენტები ჩვენ მქონდა 2024 წელს წარმოდგენილი. ამიტომ მოხდა ეს გაუგებრობა და მხოლოდ თარიღი შეუცვალეს ჩვენ ამ ბლანკს და გადმოყვა მექანიკურად აი ეს შეცდომა. ჩვენ გვინდოდა, რომ ეს შეცდომა გამოსწორებულიყო და თუ თქვენი მხრიდან იქნება თანხმობა, პირიქით მივესალმებით, რომ ეს გასწორდეს და მოხდეს ამ პრობლემის მოგვარება. მე ხაზს გავუსვავ, ანუ 2024 წელს ქალბატონი ლალი ჩვენ პარტიით კენჭისყრიდა როგორც მაჟორიტარი, ასევე პარტიული სიით და ქალბატონი ლალის ჰქონდა ზუსტად აი ეს დოკუმენტაცია მსგავსად შევსებული და ავტომატურად ჩვენმა პარტიის ვინც ავსებდა ამ იმას მოახდინა ის რომ ავტომატურად დააკოპირა და გადმოსცა ეს დოკუმენტები. ასაგებია, მადლობა. კოლეგებო, კითხვები ხომ არ არის ბატონ გიორგისთან, თუ შეიძლება? ძალბებით, თუ შეიძლება 2024 საპარლამენტოს გულისხმობთ? და მაშინ ეს კანონი მოქმედებდა და ეს შეზღუდვა და პარტიული კუთვნილების ეს ფორმა კი ბატონო, მე ზუსტად მაგას ვამბობ, რომ მოქმედებდა, ზუსტად აი ეს ფორმა ქონდა ჩვენ წარმოდგენილი. არა გავიგე და მაშინ თქვენი პარტიის კანდიდატი იყო ის ჩვენი კანდიდატი იყო, წერად რომ სხვა პარტიის წევრი იყო და დარეგისტრირდა. კი ბატონო. კი ბატონო. არ ვიცი გადასახადი იმ რომ კანონი არც მაშინ უშვებდა მაგას და. კი ბატონო. თუ არ უშვებდა, მაშინ თავიდანვე უნდა მიეცათ ამის საშუალება და შესაბამისად, ესე იგი, მაშინ უკანონოდ დაგირეგისტრირებია. შეიძლება ვერ გეტყვით. ხო და ანუ ამ შემთხვევაში მე კიდევ ვიმეორებ, რომ ქალბატონი ლალი თავადაც დაადასტურებს, 6 თვე კი არა, 1 წელზე მეტი არის ოფიციალურად არის ჩვენი პარტიის წევრი. მე ასევე ხაზს გავუსვავ, რომ იმისათვის, რომ ჩვენი პარტიის წევრობა დადასტურდეს, მე ვარ თავმჯდომარე, მე ვადასტურებ და თავად ქალბატონი ლალიც აქ არის და თავადაც დაადასტურებს, რომ 1 წელზე მეტი არის ის არის ჩვენი პარტიის წევრი. ასევე ქალბატონი ლალი გახდა ჩვენი პარტიის მიერ წარდგენილი პროკურორობის კანდიდატი და ჩვენი პარტიით აქტიურად მონაწილეობს ჩვენ საქმიანობაში. შესაბამისად, ეჭვის შეტანა იმასთან დაკავშირებით, რომ ის ჩვენი პარტიის წევრი არ არის, ამის საფუძველი არ არსებობს და ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური ხარვეზი
და გვინდა რომ გამოასწოროთ აღნიშნული ხარვეზი და შესაბამისად დარეგისტრირდეს ქალბატონი ლალი. მადლობა ბატონო გიორგი, მე მექნება ესეთი კითხვა. რა თქმა უნდა კომისია ამ შემთხვევაში ქვემდგომი შესაბამისი კომისიის თავმჯდომარე მიხემძღვანელა იმ სამართლებრივი დოკუმენტებით, რომელიც თქვენ წარადგინეთ ამ შემთხვევაში, სადაც მითითებული იყო, რომ ქალბატონი ლალის პარტიულობა შეცდომით თუ შეუცდომლად ჩვენთვის ისე წარდგენილი, როგორც იხემძღვანელა კომისიამ და თავის მხრივ შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღო. მე მაინტერესებს და მამაში ეჭვი არავის არ შეაქვს, უბრალოდ თქვენ თუ გაქვთ ეხა რაიმე დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ის წინა პარტია, სადაც მანამდე ირიცხებოდა ქალბატონი ლალი, რომ იმ პარტიაში იმ პარტიის წარმომადგენელი აღარ არის. მე გეტყვით და იმისა, რასაც თქვენ ამბობთ, რომ ქალბატონი ლალი თავად ამას დაადასტურებს, მაგრამ თვითონ იურიდიულად ეს რამდენად იურიდიულად გეტყვით მარტივად აღნიშნულ პარტიას არ ჩაუტარებია ყრილობა შესაბამისად პარტიის თავმჯდომარეს და თანამდებობის პირებს ფუნქციები აღარ აქვთ, ფაქტიურად პარტია აღარ არსებობს, იმიტომ რომ ეს არის საქართველოს დამცველთა ერთობა. ანუ თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ ამის პრობლემა არ არის აღნიშნულ პარტიას და პარტიის თავმჯდომარეს და შესაბამისად თანამდებობის პირებს უფლებამოსილება არ აქვთ. უკვე დიდი ხანი არის, წელიწადზე მეტი არის, რაც ეს პარტია ფაქტობრივად უფუნქციოდ არის, მეტი თუ არა. და შესაბამისად იურიდიული დოკუმენტი ვისგან უნდა იყოს გაცემული, ეს ჩვენთვის ცოტა ისეთი ის არის. და სიტყვიერად აგერ ვადასტურებ და თუ გნებავთ ჩვენი პარტია წარმოადგენს წერილობით, რომ ქალბატონი ლალი ნამდვილად არის ჩვენი პარტიის წევრი 2024 წლიდან ოფიციალურად. ესმის ალბათ მიმიხვდებოდით ბატონო გიორგი, რატომაც ვიკითხე ხო ეს ყველაფერი ხო, იმიტომ რომ ერთ იურიდიულ დოკუმენტში წერია რომ ირიცხება, მესმის რომ თქვენ რასაც ბრძანებთ და რომ ეს შეცდომით იყო, მაგრამ მეორე არის რომ მის საპირწონეთ, რა თქმა უნდა, თუ არსებობს მისი დოკუმენტი, ბუნებრივია რომ ჩვენ ვალდებული ვართ ეს ვიკითხოთ, მოვითხოვოთ და ასე შემდეგ. მადლობა, ბატონი გიორგი ჯავახიშვილი. მოგესალმებით. ერთი კითხვა მექნება. შარშანდელი დოკუმენტი თავსარჩი რა ეწერა საპარლამენტო არჩევნები თუ თვითმმართველობის? საპარლამენტო იყო შარშანდელი. და ეხა საპარლამენტოთი გაქვთ შემოტანილი წელსაც დაკოპირება მოხდაოდა? არა, ნახეთ ამას არ აწერია პარტიული, მას არ აწერია ის რა ქვია. მონაწილეობას რო ღებულობს, იქ ხო წერია სიაში მათ შორის. არა, სია სხვა არის და ეს დოკუმენტი სხვა არის. ეს ცალ-ცალკე დოკუმენტი არის, ეს სხვა დოკუმენტია და ეს სხვა დოკუმენტი არის. სიაში ხო წერია საპარლამენტო არჩევნებისთვისაა და წერია რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვისაა. არა. ნახეთ რა არის ეს დოკუმენტი აქ რაც იწერება ეს სხვა დოკუმენტი არის და აქ არის პარტიულთან ანუ პარტიულ მიკუთვნებასთან დაკავშირებით კანდიდატის პარტიული კუთვნილების შესახებ განაცხადი ეს სხვა დოკუმენტი არის ანუ აქ არ იწერება საპარლამენტო არჩევნებია თუ რაც არის ესაა ასეთი ფორმა სააღრიცხვოში რაც უწერია ჩვეულებრივად ადგილობრივი არჩევნები უწერია რაც იყო გამოქვეყნებული CSGO-ს გვერდზე პარტიულობა როგორ არ უწერია აქ წერია რომ პარტია საქართველოს იმით იყრის კენჭს ამ იმაში ბატონი გიორგის კითხვას რაც გითხათ აი მე მაქვს თქვენი ეს 24 წელი 25 წელი შემოდანილი სააღრიცხვო ბარათი პარტიული კუთვნილების და ამას აწერია აი ნახეთ მარცხენა მხარეს ზედაკუთხეში რომ ეს არის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების სააღრიცხვო ბარათი ნახეთ კი ბატონო და იგივეს გეკითხებათ უბრალოდ გიორგი რომ ის შარშარო შემოიდანეთ იმას ეწერებოდა პარლამენტის არჩევნები კი მაგრამ ეს შეიცვალა მარტო ნახეთ რა არის არა გავიგე ნახეთ და ჩვენ შემთხვევაში ვორდის ფაილი იყო ეს შესაბამისად თუ ეს გეწერათ მაშინ და დააკოპირეთ ამ დოკუმენტში ვერ და მაშინ პარლამენტი უნდა ეწეროს ისევ ამას გამიგე თუ შეიძლება ერთი წუთით ეს არის ვორდის ფაილი ვორდის ფაილში სუმთლიანად შეიცვალა მარტო აი ეს მონაცემები და შესაბამისად პირადი ნომრის ჩაწერა ამაში ცოტა გართულებული არის ახლა დამეთანხმებით სათაოდ უნდა წერო ეს ციფრები და ეს დანარჩენი დოკუმენტაცია შევსებული იყო და ავტომატურად მოხდა ეს პროცესი და ამიტომ ვამბობ მე თუ არა ეს შეიცვალა ზუსტად აი ეს თავი რაც ეწერა აქ და სხვა დანარჩენი იგივე იყო
ჩაუთეთ გთხოვთ. დეტალებისთვის დღეს სასამართლო იყო, ხო? კი ბატონო. იქ დაობთ თქვენ იგივე გარემოებას. უკვე პარტიული სიის იგივე ქალბატონთან მიმართ. კი ბატონო. და იგივე სააღრიცხვო, იგივე პარტიული კუთვნილების დოკუმენტი იყო წარდგენილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, სადაც ასევე არ დარეგისტრირდა და სასამართლო გაიმართა. შედეგი შეგიძლია გითხრათ? კი, გეტყვით, უარი გითხრა სასამართლომ. არ გაიზიარა ჩვენი მოსაზრება, ახლა დასაბუთებულს გადმოგცემს და აუცილებლად გავასაჩივრებთ. ხო, ნახეთ, აქ ერთი გარემოება მე შეიძლება კიდე მსჯელობა ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო პარტიულ სიაში თქვენს კანდიდატთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, აბსოლუტურად კანონიერი იყო და ეს არის ცესკოს პრაქტიკა. ეხლა ჩვენ თან სასამართლომაც არ დააგმოყოფილა. ჩვენ ბოდიშით რა ჩვენ არ საუბრობთ იმაზე, რომ სწორი გადაწყვეტილება არ მიიღო. ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ხარვეზის გამოსწორების საშუალება არ მოგვეცა და ეს უფლება გვინდა, რომ მოვიპოვოთ და თუ მოგცემთ ამის საშუალებას. ხარვეზიც მოგახსენებთ, მაგრამ ნახეთ მე გეუბნებით მოცემულ სამართლებრივ სიტუაციას. რას გადაწყვიტა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დღეს, რომ ჩვენ ახალი გარემოება პრაქტიკულად სამართლებრივი მტკიცებულების სახით არ გვაქვს და სხვა გადაწყვეტილება მივიღოთ, ცოტა ჩემთვის ეს კითხვის ნიშნებს დაბადებს. იმიტომ რომ ერთი და იგივე кейსი, ერთი და იგივე პიროვნებას ეხება და ერთი და იგივე სამართლებრივი გარემოება. უბრალოდ ახლა აქ ვიხილავთ, იმიტომ რომ ოლქის თავმჯდომარის დოკუმენტი ჯერ აქ საჩივრდება და შემდგომ სასამართლოში. მე თუმეტეს სასამართლომაც იგივე გადაწყვეტილება მიიღო, რაც ცესკოს თავმჯდომარემ გუშინ წინ ხო თუ არ ვცდები. ეგ ერთი ხარვეზთან დაკავშირებით მარტივად გეტყვით, ნახეთ, ხარვეზის დადგენა არის კანონში არსებული პროცედურა, რომელიც ითვალისწინებს, პირდაპირ წერია კანონში, თქვენს გეკნებათ ნანახი. თუ საბუთები არ არის წარმოდგენილი, ან მოცემულ საბუთებში არსებული მონაცემები არასრული ან არაზუსტია. ამ გარემოებას ხარვეზის დადგენა კანონით არ აქვს გათვალისწინებული, ვინაიდან თუ ადამიანი ამბობს, რომ არის რომელიღაც პარტიის წევრი, ხო, სხვა პარტიის წევრი და კანონი ამას არ უშვებს. ხარვეზმა რა უნდა გამოასწოროს? ამიტომ არ არის კანონში ნახეთ, ან ეს ადამიანი, ეს ქალბატონი თუ ნებისმიერი სხვა უნდა გამოგეცვალათ თქვენ და მოგეყვანათ ახალი პიროვნება, რომელიც არ იქნებოდა ვთქვათ იმ პარტიის წევრი, ან უნდა მოეტანა დოკუმენტი, რომ ან თქვენ უნდა მოგეტანა დოკუმენტი, რომ ეს ქალბატონი ნამდვილად არ არის ამ პარტიის წევრი, მაგრამ არც ერთს და არც მეორეს კანონი არ უშვებს. ვინაიდან ეს არ არის ხარვეზის გამოსწორება, ეს არის სულ ახალი გარემოება. ამიტომ არ მოგეცათ ხარვეზის საშუალება გავიგეთ, ეს მინდა უბრალოდ აღიხსნათ. თუ შეიძლება ამ შემთხვევაში ახლა თქვენ რო საუბრობთ ახალი რატომ უნდა მოგვეყვანა ხარვეზი არის, ანუ ტექნიკური ხარვეზი არის ამ შემთხვევაში. ქალბატონი იმ პარტიის წევრი კი არ არის, ჩვენი პარტიის წევრი არის, უბრალოდ მოხდა დოკუმენტში ხარვეზის გაპარვა, რომელიც მე ხაზს გაუსვავ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც მოცვლია მსგავსი შეცდომები და გამოსწორებულა. მაშინ გამოდის, რომ არავის არ უნდა მიეცეს ხარვეზის გამოსწორების საშუალება და გადავამოწმოთ. მაშინ ყველა პარტია მათი წარმოდგენილი სიები, ისინი მე დარწმუნებული ვარ, რომ 90% სხვადასხვა პარტიებში იყვნენ და მე აღმოჩნდნენ ამ პარტიებში და დავიწყოთ მაშინ ძიება ამებთან დაკავშირებით. და ამ შემთხვევაში კიდევ ვიმეორებ, ჩვენ აგერ პარტიის თავმჯდომარე ვადასტურებ და თავადაც ის პიროვნება არის მოსული აქ დარბაზში და ისიც იგივეს გაიმეორებს, რომ ქალბატონი ლალი არის პარტია საქართველოს წევრი და ეს მოხდა მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური ხარვეზი. და ამის გამოსწორება გვინდა ჩვენ. ჩვენ სხვა რამეს არ ვითხოვთ. აქ ან ახალი პიროვნების მოყვანას, ან რაღაცა ცვლილებებს, აქ კიდევ ვიმეორებ, ტექნიკური შეცდომა არის და გვინდა ამ ტექნიკური შეცდომის გამოსწორება. დიახ, შეიძლება ეს მოსაზრება პოზიცია სასამართლოში, ანუ იგივე რაც ჩვენთან აჟღერებთ, გააჟღერეთ? რა თქმა უნდა, გავაჟღერეთ, ახლა სასამართლო მოსამართლემ რა იმსჯელა და რა მოსაზრება ეს წესით თქვენზე არ უნდა იმაშვებოდეს და რაც შეეხება იქ მოსამართლეს ჯერ ერთი ჩვენ ძალიან გაგვიკვირდა, რომ
წინსწრებით ჩაატარა სასამართლო პროცესი. ეს სხვა საკითხია. არა, სხვა საკითხი არ არის. ისეთი დაჩქარებული წესით და ისეთი ფაცაფუჩი ჩაატარა მოსამართლემ სასამართლოს ხდომა, რომ ცოტა ეჭვიც კი წარმოიშვა სხვა რაღაცებთან დაკავშირებით, მაგრამ მე კიდევ ვიმეორებ, სასამართლო იქ რა გადაწყვეტილებას ღებულობს იმასთან დაკავშირებით, ის სხვა პროცესი არის, მე მინდა თქვენგან მოვისმინე, რომ სხვა პროცესი ნამდვილად როცა ერთი და იგივე მხარეებია და ფაქტობრივ სამართლების მდგომარეობა ერთ და იგივეა, სასამართლო გადაწყვეტილება უნდა შეასრულოს როგორც ფიზიკურმა პირმა, ისე ხო, მაშინ ქალბატონი, მაგრამ ეს სხვა საკითხია, უბრალოდ მაჟორიტარ დეპუტატად, ქალბატონი ლალი მაჟორიტარ დეპუტატად თქვენ დაარეგისტრირეთ და ამის რეგისტრაციის მოწყობაც არის გაცემული და ესე იგი თქვენ არ დაუშვით შეცდომა? და ერთი შეკითხვა მექნება ზოგადად პარტიის წევრობა დასტურდებოდეს ოფიციალურად გაცემული. ოფიციალურად ვადასტურებ. კი, ყველახან ზეპირ სიტყვას გამარჯვება. ზეპირ სიტყვიერად დაგიწერთ კიდევაც თუ სურვილი გაქვთ ფურცელზე აგერეთ. ხელით დაგიწერთ რომ ქალბატონი ლალი არის ჩვენი პარტიის წევრი და ამას არავინ არ ავალდებულებს. სიტყვიერი განცხადებაც საკმარისია იმისი რომ ადამიანმა თავისი პოზიციები დააფიქსიროს. ის რომელ პარტიას მიეკუთვნება. ამისთვის არ არის კანონით ვალდებულება, რომ რამე ცნობა იყოს გაცემული. გასაგებია, ბატონ გიორგი თქვენ სულდათ, მე მგონი. ამ შემთხვევაში მოგესალმებით. ამ შემთხვევაში ძირითადად ჩვენ მაყურებელი გქონს და მათთვის რომ უფრო გასაგები იყოს. საუბარი არის იმაზე, კანონის თანახმად შესაძლებელია თუ არა მსგავსი საქმის სხვაც რომ იყოს ხარვეზის დადგენა სხვა შემთხვევაში. როგორც ჩვენ იურიდიულმა დეპარტამენტმა გვითხრა და თქვენც ნახეთ და ჩემი კოლეგის განმარტებაც იყო, საქმე კანონის მიერად ვერ არის ისე რომ ხარვეზი დაედგინა საოლქო საარჩევნო კომისიას, ისევე როგორც პარტიული სიის შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს. იმიტომ რომ ამას ითვალისწინებს კანონი, ასე პირდაპირ. აქედან გამომდინარე, მე მაქვს უბრალოდ კითხვა არა მხოლოდ თქვენთან, არამედ ზოგადად, თქვენ შეგიძლიათ მიგვითითოთ კანონის მუხლი, რომლის თანახმადაც და რომელზე დაყრდნობითაც საარჩევნო ადმინისტრაციას შეუძლია ორგანულ კანონში დაწერილი პირდაპირი დანაწესის ინტერპრეტირება. მიგვითითეთ ეს მუხლი, თუ იცით, თუ გაქვთ, იმიტომ რომ ჩემი აქვე ვიტყვი მაყურებლისთვის ასეთი მუხლი არ არსებობს. ორგანულ კანონში არსებული დანაწესი ვერ ინტერპრეტირდება საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ. საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს კანონქვემდებარე აქტების მიღების უფლება ცხადია, მაგრამ იმ შემთხვევაში და ეს შემთხვევებიც განსაზღვრულია. გითხარით მუხლი, რასთან დაკავშირებით, რომელსაც დავეყრდნობით ჩვენ, გვექნება ამის სამართლებრივი საშუალება, რომ თქვენს მიერ აქ არავის ეჭვი არ შეაქვს იმაში, რაც თქვენ მე პირადად არ შემაქვს ეჭვი, რომ თქვენი საუბრობთ. ქალბატონო, არა, ერთი უკაცრავად ძალიან მე საუბრობ, მიგვითითეთ მუხლი, რომ თქვენს ერთი წუთით მეგეუნებით ერთი წუთით ქალბატონო. არა, ერთი წუთით კი არა, ეხლა ნუ გვეჩხუბეთ, თქვენ უგვიდგენთ აქ წესებს, ძალიან გთხოვთ, დიდი პატივისცემით. დიახ, თუ შეიძლება თუ სიტყვის ერთი წუთით თქვენ თუ შეიძლება ქალბატონო ლალი ერთი წუთით თუ შეიძლება არავინ არ აყენებს ერთი წუთი დაბრძანდით თუ შეიძლება და თუ სიტყვის თქმა გსურთ მოგცემთ იქიდან გამომდინარე რომ აქ იმყოფებით და თავად თქვენ გეხებათ ქალბატონო ლალი არავინ არავის არ აყენებს მე მგონი ყველაფერი ეთიკის ფარგლებში ხდება დამშვიდით გთხოვთ მოგიწოდებთ რომ დამშვიდეთ თუ შეიძლება ხო ითხოვს რაღაც განმარტებას კომისიის წევრი რისი სრული უფლებაც აქვს ძალიან გთხოვთ დამშვიდით კომისიის ხდომაზე იმყოფებით და თქვენ უგვიდგენთ წესებს წარმოება მიმდინარეობს რეგლამენტის შესაბამისად ბატონ გიორგი თუ უნდა უპასუხოთ დიახ პასუხეთ დიახ თუ შეიძლება რა თქმა უნდა მე გავცემ მაგ შეკითხვას პასუხს მას შემდეგ თუ ბატონი ჩვენ წარმოგვიდგენს დოკუმენტს რის საფუძველზე ჩვენი ორი კანდიდატი რომელიც უნდა დაგვეყენებია საერთოდ საარჩევნო სიიდანაა ამოღებული მიუხედავად იმისა რომ ხო შუაში და თავშია ორი კანდიდატი რომელიც ჩვენ კანდიდატად უნდა დაგვეყენებია საერთოდ საარჩევნო სიიდანაა ამოღებული და ვერ დავარეგისტრირეთ და ამასთან დაკავშირებით წერილობითაც მოგმართეთ და საჩივარი არ დაარეგისტრირეთ თქვენ საჩივარი ხელით შემოიტანეთო ახლა გამეცით რომელ კანონში წერია მაგ
და დამიმტკიცეთ ის რომ კონსტიტუცია არ დაარღვიეთ თქვენ იმით რომ ის ორი ადამიანი უფლება არ მიეცით რომ არჩევნებში მიიღოთ მონაწილეობა. იგივე შეკითხვა არის რაც თქვენ ახლა შემეკითხეთ და ხას უსვავთ თუ თქვენ ამ პოზიციაში გინდათ საუბარი ჩვენ კიდე ბევრი სასაუბრო გვექნება აქ და საჩივრებსაც ბევრ შემოვიტანთ კიდე და მე კიდე ვიმეორებ გთხოვთ რომ ეს საკითხი განიხილოთ შესაბამისად და მიცეთ ქალბატონ ლალის საშუალება რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. კი, ძალიან ბევრ შემოვიტან და იმედია დაარეგისტრირეთ, მაგრამ კიდე ხას უსვავ. ჩვენი შემოტანილი საჩივრები არეგისტრირეთ, ელექტრონულად გამოგზავნილი, ახლა მე თქვენ სასიყვარულო წერილებს ნამდვილად არ გამოგიგზავნით და ის მეილი იმისთვის არის, რომ წერილი გამოვაგზავნოთ და საჩივრები შემოვიტანოთ. და ის უნდა დაარეგისტრირდეს შესაბამისად. ამიტომ კიდევ ვიმეორებ, აღნიშნული საკითხი გთხოვთ განიხილოთ კორექტულად და ქალბატონ ლალის მიეცეთ საშუალება არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. და კიდევ ვიმეორებ, ქალბატონი ლალი არის პარტია საქართველოს წევრი და ამის მტკიცებულება აქ იყო რომ რამე წარმოგედგინათო, წარმოდგენილი ვართ, პირადად მე პარტიის თავმჯდომარე ვადასტურებ ამას და ქალბატონი ლალი აგერ გახლავთ, ისიც დაადასტურებს რომ ქალბატონი ლალი არის პარტია საქართველოს წევრი 6 თვეზე მეტი. გასაგებია, მადლობა, გამოვთოთ მიკროფონი. იურიდიულ დეპარტამენტს მინდა ვკითხო, რაზეც ბატონი გიორგი საუბრობს ახლა საჩივრების მიუღებელობასთან დაკავშირებით, თუ შეიძლება რომ ინფორმაცია მოგვაწოდოთ, რომ ჩვენც ვიცოდეთ რაზე არის საუბარი. რაც შეეხება საჩივრებთან დაკავშირებით, როგორც მოგეხსენებათ, საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულია, რომ CESCO განკარგულებით იღებს საჩივრების ელექტრონულად მიღების წესს. აღნიშნული წესი მიღებულია, რომლის თანახმადაც ელექტრონულად საჩივრების წარმოქმნა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური პლატფორმის საშუალებით, რისთვისაც შესაბამისი მომხმარებლის სახელისა და პაროლის მიღების თაობაზე განცხადებით უნდა მოგვმართოს რეგისტრირებულმა პარტიამ თუ სადამკვირვებლო ორგანიზაციამ. ამ შემთხვევაში მსგავს შემთხვევას ადგილი არ ქონია, ხოლო სხვა წყაროებით ელექტრონულად წარმოქმნა საჩივრების არ დაიშვება. შესაბამისად, თუ კი ამგვარს ქონდა ადგილი, ის არ უნდა გატარებულიყო მოქმედი წესების თანახმად რეგისტრაციაში. ცხადია, დიდი მადლობა. ხო, იმიტომ რომ ჩემი გაკვირვება გამოიწვია ზუსტად მაგარემოებამ, რომ არ არსებობს ინსტიტუციას, ვინმესთვის საჩივრის რეგისტრაციაზე უარი ეთქვას. მით უმეტეს ახლა რასაც ამბობდით, რომ ბევრ საჩივრებს შემოვიტანო, თუ საჩივარი დასაწერი არის, რა თქმა უნდა შემოიტანოთ და ეს არ არის რაიმე ის გარემოება, რომელმაც შეიძლება რაღაც ჩვენი საქმიანობა შეაფერხოს. პირიქით, თუ ფიქრობთ, რომ სადღაც რაღაც უფლებები დაიღვა, რა თქმა უნდა იდაოთ და მოითხოვოთ, ხო, მაგრამ ეს უნდა იყოს შესაბამისად დასაბუთებული და ასე შემდეგ და იქნება მიღებული სათანადო გადაწყვეტილება. მადლობა იურიდიულს გთხოვთ. პატარა რეპლიკა მინდა. დაგიბრუნდებათ პასუხი. 2021 წლიდან არის ეს ელექტრონული, ესე ვთქვათ, საჩივრების რეესტრი და ელექტრონულად საჩივრების წარმოქმნის საშუალება ეს მსმენელისთვის რო იცოდეს, ეს არის გუშინ და გუშინ წინდელი სიახლე. მით უმეტეს თქვენ მონაწილეობდით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში და ცხადია ამის თაობაზე ინფორმაცია გექნებოდათ. ეს ერთი, მეორე, არაფერი ქალბატონო შეურაცხყოფელი არ არის იმაში, თუ კი ვეძებთ იმის საფუძველს და იმ მუხლის ჩანაწერს, რომლის საფუძველზეც თქვენი საქმე გადაწყდება და განიხილება ასევე კანონმდებლობის შესაბამისად. ჩვენ აქ ვერ და არ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომლის საკანონმდებლო დანაწესი არ იქნება ცხადი. მე პირადად ასე ვიქცევი საფუძვლიანად, ასე იქცევიან ჩემი კოლეგების დარწმუნებული ვარ. შესაბამისად, რომ ამ მსჯელობაში უნდა გამოიკვეთოს სწორედ სიახლე, აქ ფორმალობისთვის კი არ ვარ შეგრებული. თორედ ამთავრდებოდა 5 წუთში. არც დაგელოდებოდით. დაგელოდეთ, ვსჯელობთ, ვეძებთ, ვფიქრობთ და ვჭობთ. თუ იქნება წარმოდგენილი, თუ დამეხმარებოდით და იქნებოდა წარმოდგენილი მუხლის ჩანაწერი, რომელიც ამ საკითხს საარჩევნო ადმინისტრაციას მისცემდა საშუალებას გადაეწყვიტა ისე, როგორც თქვენ გინდა, ეს მე დამეხმარებოდა. თუ თქვენ ამბობთ, რომ ეხლა ვიღაც ორი, რომელიც სიაში არ არის და ერთი უწყებათა შორის კომისიაზე თქვენესთვის და იქვე გაირკვა, რომ უბრალოდ პარტიულ სიაში იმიტომ არ არის, რომ პირადობის მოწმობის ვადა არ აქვს, ვადიანი მოწმობა, ხო? აქედან გამომდინარე, თქვენ ეს მიპასუხეთ, ეს არის ის მუხლი, რომლითაც მე დამეხმარება, რომ თქვენ სასარგებლოდ ხმა მივცე ამ საკითხს. ეს არის დამოკიდებულება. მე ვფიქრობ, რომ არ არის სწორი და აქედან გამომდინარე, ცხადია, თუ თქვენ არ აგაქვთ სამართლებრივი საფუძველი, სამართლებრივად გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. აი ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გამოსვლის
ათოსი, რომელიც სინამდვილეში სწორედ სათქვენოთ იყო მე ესე მგონია და რა ვიცი, თუ მომცემთ საფუძველს კიდევ ერთხელ გაძლევთ ჩანს რომ მითხრათ მუხლი და წავიკითხავ მიმუხს ბატონო და თუ ეს 100-ია და მართლაც სამართლებრივი საფუძველია, მე პირადად ძალიან დიდი სიამოვნებით დავუჯერდი მხარს. მადლობ, ჩავრთით დიახ და შემდეგ ბატონი გიორგი ჭიქავა. რაც შეეხება საჩივართან დაკავშირებით, საჩივარი ზუსტად ელექტრონულად გამოაგზავნეთ აი იმ პლატფორმაზე, რომელიც არის წარმოდგენილი და დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს რომ თუ ხელით არ შემოიტანდით, ჩვენ ამას არ დავარეგისტრირებთ როგორც საჩივარს. აი ეს საკითხი არის, რაც შეეხება საჩივრებს. რაც შეეხება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ერთ პიროვნებას პირადობის მოწმობას ვადა ქონდა გასული, ეს იმის საფუძველს არ იძლევა, რომ საარჩევნო სიიდან ამოიღონ ის ადამიანი. მე ხას უსვავ იმ ერთ პიროვნებას, მაგრამ მეორე პიროვნებას ხო ვადიანი ქონდა. ამ ქალბატონს კი საერთოდ ეხება ახლა რადგანაც საკითხი დააყენათ, მაგრამ რაც შეეხება ამ ქალბატონს კიდევ ვიმეორებ და კიდე გავმეორდები. ამ ქალბატონ ლალი ბუნტურს დამსახურებული იურისტი ქალბატონი გახლავთ და შესაბამისად არც კანონი ეშლება და არც არაფერი, მაგრამ საქმე ის არის, რომ მისი უფლებები დაირღვა. ჩვენ ხარვეზი დაგვიდგინდა 10 კანდიდატზე, რომელიც გამოვასწორეთ, შესაბამისად ის ცვლილებები შევიტანეთ, რაც იყო გასაკეთებელი და ის 10-ვე დარეგისტრირდა, მაგრამ ქალბატონ ლალისთან მიმართებაში ხარვეზი არ დადგენილა, შესაბამისად ვერ მოხდა ამის გამოსწორება და დღეს ვითხოვთ ზუსტად იმ უფლებას, რომ ჩვენ მოგვეცეს ამ ხარვეზის გამოსწორების საშუალება. სხვამეს არაფერს არ ვითხოვთ იმას, რისი უფლებაც გვაქვს. და თუ ხარვეზის გამოსწორების უფლებები არ გქონდა, მაშინ არც ეცი არ უნდა ყოფილიყო. და მაშინ თუ მასე მიუდგებით, გადავამოწმოთ სულ ყველა პარტიული სიები და თუ არიან სხვა პარტიის წარმომადგენლები და არ ექნებათ მათ დოკუმენტები ოფიციალური წერილები სხვა პარტიების დატოვების შესახებ და ასე შემდეგ 6 თვის განმავლობაში, მაშინ სულ ყველა ჩავხსნათ არჩევნებიდან და დავიწყოთ ქართული ოცნების სიიდან. გასაგებია, მადლობა ბატონი გიორგი ჭიქაბერიძე თუ შეიძლება. ერთი შეკითხვა მაქვს, ქალბატონი ლალი ოფიციალურად განცხადებით აქ თუ არა მიწერილი განცხადება დამცველთა ერთობისთვის და დატოვა კონკრეტული პარტია. ანუ განცხადებით ოფიციალური წერილობით განცხადებით მიმართა თუ არა კონკრეტულ პარტიის წევრობის დატოვების თაობას. შესაძლებელია თქვენი პარტიის წევრი იყოს. კი ბატონო, გაგცეთ მაგაზეც პასუხს, მე თავიდანვე ვთქვი, რომ აღნიშნულ პარტიას ყრილობა არ ჩაუტარებია, შესაბამისად თანამდებობის პირები არ ყავს და წერილის მიწერის ჯერთი ვალდებულება არ აქვს პარტიის დატოვებაზე, მაგრამ ვისთვის უნდა მიეწერა წერილი ხო ვერ მეტყვით. ხო, არა, კითხვებს რო სვავთ, კითხვა უნდა იყოს რაღაცაზე დაყრდნობილი და ეს საკითხი მე თავიდანვე ვთქვი, რომ აღნიშნულ პარტიას თავმჯდომარე არ ყავს და შესაბამისად მმართველი ორგანოები არ ყავს და ვისთვის უნდა მიეწერა ქალბატონ ლალის წერილი. გასაგებია, ბატონო გიორგი, ნუ გვიბრაზდებით, იმიტომ რომ არა, ერთი წუთი დავასრულებ, იმიტომ რომ მე მგონი ჩვენი კითხვები მიმართული არის იმისკენ, რომ იქნებ რაღაც ხელშესახები თუ არსებობს გამოიკვეთოს, რომელიც შექმნის იმ სამართლებრივ გარემოებას, რომ კომისიამ იმჟელოს კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად. ეს არ არის იმიტომ, რომ ვიღაცაზე რაღაც ზეწოლა გავაკეთოთ ან რაღაც პირიქით ნახეთ, ესე გვესმის და წეგან გავიგეთ თქვენ რაც ბრძანეთ, ჩემი კითხვის პასუხად, რომ ეს პარტია დღეს აღარ არსებობს, ყრილობა აღარ არის, თუ არსებობს ხო თუ რაღაც ხელმძღვანელი პირები და გასაგები იყო ჩემთვის, მაგრამ აქ არის გარემოება, რომ ხომ არ გინდება ფაქტი, რომ პარტიის დატოვების შეიძლება ცნობა არ აქვს, ან წერილობითი სახით რაიმე დოკუმენტი, მაგრამ მიმართვის დოკუმენტი ხო არ გინდება, რომელიც შემდგომ არის ასევე საფუძველი იმისა, რომ პარტია ითვლება ავტომატურად დატოვებულად, აღარ ელოდები უკვე შემდგომ გადაწყვეტილებას და რაღაც. ეს იყო აქ ბატონი გიორგის კითხვის არსი. კეთილი, მე მინდა კოლეგებო 10 წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოვაცხადო. სიტყვას მოგცემთ, მე არა, ერთი წუთით ბატონ გიორგი, ჩვენ ვითხოვთ ეხა 10 წუთიან ტექნიკურ შესვენებას, ვთხოვ ასევე საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტს, რომ
ჩვენ ნახოთ ასევე ის წინასაბუთები, რომელზედაც ბატონი გიორგი საუბრობდა გასულ არჩევნებთან მიმართებაში, ასევე მიმდინარე საკითხთან დაკავშირებით კიდევ დოკუმენტაცია, რომელიც არის და ამიტომ ამ მიზნით გვესაჭიროება 10 წუთიანი ტექნიკური შესვენება, რათა საკითხთან დაკავშირებით მივიღოთ შემდგომ შესაბამისი გადაწყვეტილება. ასევე თქვენ ქალბატონ ვალის თუ გაქვთ კითხვები ან რაიმე დამატებით რაიმე თქმა, შეგვიძლია შესვენების შემდგომ გავაკეთოთ. ეხლა არის 8 საკლია 15 წუთი, 800 რომ 5 დააკლდება დავბრუნდებით. შესვენების შემდგომ. დიახ. დიახ, ბრძანეთ. წინაც და მიმდინარე საბუთებიც ქალბატონო ვალი. 20-ში საკანონმდებლო დანაწესი ეგ შეზღუდვა არ იყო მაშინ. დიახ. მიკროფონში მაშინ თუ შეიძლება. მიკროფონში თუ შეიძლება. პირველ რიგში მოგესალმებით. გაგანითხოვა, ამიტომ მივცეთ შესაძლებლობა, დიახ. პირველ რიგში მოგესალმებით. ბოდიშს ვიხდი რომ ემოციებს ავყევი. თუმცა როდესაც ცოტა არა მისაღები ჩემთვის მაგალითად არა მისაღები კითხვები ისმევა რეაქციები მაქვს ბოდიშს ვიხდი ამაზედაც მინდა უბრალოდ მოგაწოდოთ ინფორმაცია რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც პარტია საქართველოსთან ვიყრიდი კენჭს ახმეტა თელავი ყვარელი ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი ვიყავი მაჟორიტარობის 2020 წლის 21 წლის უფრო სწორად ადგილობრივი მმართველობის არჩევნებში წვებულობდი მონაწილეობას ისივ პარტია საქართველოსთან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც ვღებულობდი პარტია საქართველოსთან მონაწილეობას არჩევნებში და რადგანაც თქვენ ბრძანეთ რომ ამ საკითხებს გადახედავთ, უბრალოდ ინფორმაციას გაწვდით, რომ ის პერიოდიც შეგიძლიათ რომ შეამოწმოთ. რაც შეეხება იმას, რომ მე გინდა თუ არა აუცილებლად უნდა მივიღო ამ არჩევნებში მონაწილეობა და აუცილებლად უნდა გავხდე დეპუტატი, ამაზე არ არის საუბარი. ამაზე საუბარია იმაზე, რომ თავს უგზნობ შეურაცხყოფილად გუშინ ვარსებობდი, დღეს აღარ ვარსებობ. გუშინ შეიძლებოდა, დღეს აღარ შეიძლება. იქ არის მითითებული, რომ 6 თვის განმავლობაში უნდა მქონებოდა დატოვებული მე ის პარტია, რომლის წევრიც ვიყავი. თუმცა 6 თვე კი არა, 4 წელია მე იმ პარტიის წევრი აღარა ვარ, ფიზიკურად და რაც შეეხება ბატონმა გიორგიმ ბრძანა და მე ვთქვი, რომ ეგ კითხვა მე მეკუთვნის და არა ბატონ გიორგის, პარტია, რომელიც დარეგისტრირდა ფაქტიურად ფუნქციონირება არ ქონია, მოხდა იქ რაღაც განხეთქილება და პარტიის წევრებმა დავტოვეთ პარტია და წამოვედით. რაც შეიძლება თქვენ ბრძანეთ, რომ 2020-ის არჩევნების დროს არ იყო ეს დიახ, ეს კანონმდებლობა, რომ ეს სავალდებულო იყო. მაშინ არ ყოფილა იმის ვალდებულება, რომ მე განცხადება უნდა დამეწერა და განცხადებით უნდა მიმემართა ვინმესთვის, რომ ან გავენთავისუფლებინე და ან მივეღე და თუ კი 2024 წლიდან არის ხომ ეს კანონი. თუ კი მე არ შემეზღუდა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება იმის გამო რომ სადღაც ფიქსირდება რომ მე სხვა პარტიის წევრი ვიყავი, არ ვარ, ვიყავი, მაშინ დღეს რატო არ შეიძლება რომ ანალოგიურად მივიღო მონაწილეობა. კიდევ ვიმეორებ 1 წლის უკან რომ მივიღე მონაწილეობა. და მაშინ ეს კანონი უკვე იყო. 6 თვის უკან უნდა ყოფილიყო ჩემი განცხადება. 1 წლის უკან მივიღე მონაწილეობა, შემოკარგებოდა. აი, დღეს რატომ არის პრობლემა ეს? გავარკვევთ ეხლა ჩვენ ყველაფერს ქალბატონო ლალი და კიდევ აგიბრუნდებით შესვენების შემდეგ, ბოდიშს ვიხდი ჩემს ემოციებზე. მე ცოტა პრეტენზიული ადამიანი ვარ. ჩემსას არ შევარჩენ არავის და სხვისას არ შევირჩენ არაფერს. მე ვარ მთიდან და არ ვიცი, შეიძლება რაღაცა თავისებური ხასიათები მაქვს. ის რაც მეკუთვნის უნდა მივიღო და რაც არ მეკუთვნის ლუკმა პური არ მინდა არავისი, მაგრამ რაც მეკუთვნის იმას მივიღებ. ასაგებია. მადლობა, თუ შეიძლება დაგველოდეთ ბატონო არჩი ქალბატონ ლალისთან გაგვიყვება. მოგესალმებით კიდევ ერთხელ.
თუ შეგიძლიათ ფაქტობრივი გარემოება დამისუსტეთ, თქვენ ბრძანეთ რომ 4 წელი ამ პარტიაში აღარ ბრძანდებით, ასეა? დიახ. ეს ნორმა ადრე რაც თქვენ ბრძანეთ სხვა პარტია საქართველოსთან მიყრიდი გენცო. ეს იყო შესაძლებელი, მაშინ კანონის ნორმა გულისხმობდა რას ახლა გეტყვით. არ ქონდა უფლება სხვა პარტიის წევრს მონაწილეობა მიიღო მეორე პარტიის პარტიული სიით ან მაჟორიტარად, თუ ის სხვა პარტიაც არჩევნებში მონაწილეობდა. 2024-ისთვის უკვე, როდესაც საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა, ზოგადად დაიკრძალა არჩევნებში მონაწილე პარტიის კანდიდატი ზოგადად ნებისმიერი სხვა პარტიის წევრი ყოფილიყო. ის ფორმა, რომელიც არის ეს პარტიული კუთვნილების ფორმა, არც 20-ში არსებობდა, არც 21-ში, 24-ში არჩევნებამდე რამოდენიმე დღით ადრე ცესკოს დადგენილებით ან კანონის შესაბამისი ნორმის აღსრულების მიზნით იყო მიღებული. შესაბამისად, ერთი რომ ბატონი თავმჯდომარე თქვენი პარტიის ბრძანებს რომ ეს ავტომატურად დაგოპირდა, ხო? თუ დაგოპირდა 24-ის დოკუმენტიდან, ხო? დაგოპირდა 24-ის დოკუმენტიდან დღევანდელ დოკუმენტში. ამას გავიგებ. მაგრამ 24-ის დოკუმენტში როგორ მოხდა, თუ თქვენ 4 წელი პარტიაში არიყავით, თორე მანამდე ამ დოკუმენტს არ ავსებდი და ვერც დააგოპირებდი და 24-ში როგორ ჩაწერეთ ეს სხვა პარტია როცა შეაგზავნული. ჩემო ძვირფასო ადამიანო. აი ეს ადამიანო. გარემოება თუ შეგიძლიათ დამიხსნათ. კი ბატონო. იქ არის მითითებული რომ 6 თვის განმავლობაშიო უნდა ყოფილიყო, განაცხადიო, გაკეთებული, ხო? მაგრამ 6 თვე კი არა, 1 წელზე მეტი იყო. ეს ფორმატი არის ამ მისი საბუთის, რომ უნდა შევსებულიყო, ხო? ამისთვის არ მიმიქცევია ყურადღება იქიდან გამომდინარე, რომ აქ არის მითითებული 6 თვე და 6 თვე კი არა, თითქმის 3 და 4 წელი მე იმ პარტიის წევრი აღარ ყოფილვარ. მაგრამ რატომ გადმოვიდა ეს იმ პარტიის სახელწოდება, მე ხომ ვიყავი როდესაც იმ პარტიის წევრი. მე ნიღბით არ მივლია 68 წლის ვარ და არც ახლა ვაპირებ ნიღბით სიარულს. ის რომ რაღაცა დავმალო, ეს არ ყოფილა და არც იქნება. მე ვამბობ, ვიყავი იმ პარტიის წევრი, დამფუძნებელი. ეს იყო ადვოკატების პარტია, მაგრამ მოხდა იქ რაღაცა გაურკვევლობა და პარტიის წევრებმა დავტოვეთ პარტია. იქ არავის არც განცხადება დაგვიწერია, არც კრება აღარ ჩატარებულა, არც ყრილობა არ ჩატარებულა. დღეს მდგომარეობით პარტიას თავმჯდომარე არ ყავს, არც აღმასრულებელი საბჭო არ ყავს, არავინ აღარ არსებობს ამ პარტიიდან გარდა იმისა, რომ ფურცელზე არის და არსებობს რაღაცა პარტია არის რეგისტრირებული. დანარჩენი რაც შეეხება 2024 წლიდან, ამისთვის არ მიმიქცევია ყურადღება, იქიდან გამომდინარე, რომ ამას არ ვიცი. ბატონმა გიორგი ბრძანა რომ რაღაც მექანიკური შეცდომა, ამისთვის არ მიმიქცევია ყურადღება, აქ იყო 6 თვე მითითებული და შეიძლება ამდენად არ გავამახვილე ყურადღება, რომელ 6 თვეზეა საუბარი, როცა 2-3 არჩევნებში მივიღე მონაწილეობა უკვე პარტია საქართველოს მხრიდან. ჩემო კარგო ადამიანო, აი აქედან გამომდინარე მოხდა ეს. მე კიდევ გეუბნებით რომ სულ არა მაქვს იმის ილუზია რომ მე აღმადგენენ საარჩევნო სიაში, არა მაქვს ამის ილუზია. მე პარტია საქართველოსთან ვიყავი წარდგენილი გენერალური პროკურორობის კანდიდატად. არც იქ არ მქონია იმის ილუზია, რომ მე გენერალური პროკურორი გავხდებოდი. მე უბრალოდ ჩემი სათქმელი ვთქვი, ჩემი ტკივილი ვთქვი იქ და ვთქვი იმიტომ რომ ვისაც ყური ჰქონდა მოესმინა. დღესაც მე ჩემს გულის ტკივილს ვამბობ, რომ ის რაც მეკუთვნის ეს ქაღალდები კი არა. ჩვენ ყველა კარგად მოვისმინეთ და გავიგეთ, რაშიც არის საქმე. ეხლა თქვენზეა დამოკიდებული, როგორ გადაწყვეტავთ. მადლობა. ეს კომისია მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას. თუ სამართლო გადაწყვეტილებას ბატონმა წეღან გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ სასამართლომ რა გადაწყვეტილება მიიღო. თქვენ სასამართლოს გადაწყვეტილებას კი არ უნდა უყუროთ, საკუთარი აზრი უნდა გამოხატოთ და საკუთარი შეხედულება უნდა გამოხატოთ და არა სასამართლოს გადაწყვეტილება. სასამართლოში მოსამართლემ თვითონ შევიდა ამ პარტიების აღრიცხვიანობის გვერდზე და თვითონ ამოიკითხა ყოფილი თავმჯდომარე იმ პარტიისა, ბატონი გელეთ ყეშილაშვილი იყო, რომ დღეის მდგომარეობით ამ პარტიას არც თავმჯდომარე და არც აღმასრულებელი. გამიგეთ,
მიუხედავად ამისა, მოსამართლემ მითითება მაინც შეასრულა, რომ არ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი. მადლობა, ჩვენ სხვის კომპეტენციაში ვერ შევიჭრებით. კეთილი, რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით კოლეგებო, ვაცხადებ ტექნიკურ შესვენებას.
პირდაპირ ეთერში. ბრუნდებით კოლეგებო, ჩვენ როგორ საზოგადოებრივ ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ კომისიამ აიღო რამდენიმე წუთიანი ტექნიკური შესვენება იმისთვის, რომ ჩვენ დეტალურად გვენახა საარჩევნო სუბიექტის საქართველოს მიერ ქალბატონ ლალისთან დაკავშირებით წარდგენილი დოკუმენტაცია და ასე ვთქვათ, რაც უფრო მეტად მოგცემდა შესაძლებლობას იმის თაობაზე, რომ მიგვეღო კონკრეტული გადაწყვეტილება. აღნიშნულთან დაკავშირებით, როგორც იცით, ქვემდგომ კომისიის თავმჯდომარემ გამოსცა აქტი, შემდგომ იყო ასევე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომლის თანახმადაც გაუქმდა რეგისტრაცია. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ რადგან დღეს აქ იმყოფება პარტიის თავმჯდომარე, რომელიც თავად ადასტურებს ამ ინფორმაციას, ასევე თავად ქალბატონი ლალი, რომელიც თავადვე ადასტურებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ის ნამდვილად აღარ წარმოადგენს აღნიშნული პარტიას, ამ შემთხვევაში ვიღებთ რა მოცემულობათ იმას, რომ თქვენს ინფორმაციას სარწმუნოთ. ჩვენ გვაქვს კოლეგები, ეხლა მშელობდით ამ საკითხთან დაკავშირებით პარალელურად, ვიდრე ვეცნობ პროცესში დოკუმენტების გაცნობისა და გვაქვს გარკვეული მოსაზრება, ამ მიზნით მინდა ვთხოვ ბატონ არჩილს წარმოგვიდგინოს პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით და შემდგომ რა თქმა უნდა უყაროთ კენჭი ამ გადაწყვეტილებას და რა თქმა უნდა ასევე მხარესაც თუ რაიმე სურვილი ექნება პოზიციის დაფიქსირების, ასევე თქვენც მოგეცემათ ამის შესაძლებლობა. გთხოვთ და იურიდიულ დეპარტამენტს შეგვიძლია ფორმულირება ჩამოვაყალიბოთ. მოცემულობა ფაქტობრივი, რაც საჩივარსთან ახლავს დოკუმენტაცია და ის რაც რის გამოც კომისიამ გადახედა წინა დოკუმენტაციას, მასე ბატონმა თავმჯდომარემ ისაუბრა, მე მინდა უფრო სამართლებრივი კუთხე. არა, ბატონ არჩილ, მე უბრალოდ მოსაზრებისთვის ვინაიდან თქვენ გქონდათ მოსაზრება ამ საკითხზე და არა ის რომ ჩვენი პოზიცია წარმოადგენთ. არა, ჩვენი პოზიციას არ წარმოადგენთ. რადგან თქვენ გქონდათ თავად ამ საკითხზე პოზიცია, მაგიტომ სამართლებრივ პოზიციაზე ვსაუბრობ და ასე ვთქვათ, გადაწყვეტილების შესაძლო ვარიანტზე. საჩივრი თქვენ მოკლედ გეტყვით, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს განკარგულებით კანდიდატი რეგისტრირებული ყავდა და მან ეს ბათილად გამოაცხადა კანონის სრული დაცვით. განკარგულება სადაო, რომელსაც თქვენ სადაო გახადეთ სრულად სადაო, პირველი მუხლიც და მეორე მუხლიც. პირველი მუხლი შეეხება იმ წინა განკარგულების ბათილაცნობას და მეორე მუხლი რეგისტრაციაზე უარს. ჩვენ რომც პროექტით, წარმოდგენილი პროექტით დაუშვათ იმის შესაძლებლობა, რომ თქვენ მოგესეთ ხარვეზი, ჩვენ ვერ გამოვაცხადებთ ბათილად იმ განკარგულების, სადაო განკარგულების პირველ მუხლს, რომლითაც თქვენ უარი გეთქვათ, იმიტომ რომ ეს გამოიწვევს თქვენი კანდიდატის ავტომატურად რეგისტრაციაში აღდგენას. ავტომატურად რეგისტრაციაში აღდგენა იქნება უკანონო, იმიტომ რომ თქვენი წარმოდგენილი დოკუმენტაცია დღევანდელი მოცემულობით, სადაც მინიშნებულია, რომ სხვა პარტიის წევრი ხართ, ორგანულ კანონს ასახათ ეწინააღმდეგება. ამიტომ შესაძლებელია, მე ვფიქრობ, რომ საჩივარი დაგმოყოფილდეს ნაწილობრივ, ბათილად ცნობის დოკუმენტი პირველი მუხლი დარჩეს ზალაში და რეგისტრაციაზე უარის გადაწყვეტილება გაუქმდეს და დაევალოს საოლქო საარჩევნო კომისიას, რომ პარტიას თუ ქალბატონს დაუდგინოს ერთი კალენდარული დღის ვადაში ხარვეზი და წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს ამ ქალბატონის იმ პარტიაში არ ყოფნას. და ამის შემდგომ მიიღოს რეგისტრაციაზე ახალი გადაწყვეტილება. ეს არის ვარიანტი, ვფიქრობ, იქნება სწორი ამ გადაწყვეტილების მიღება. მადლობა ბატონო არჩილ. მადლობა ბატონო არჩილ, ხო მე კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, რომ არც ერთ შემთხვევაში ეს ჩემი ნათქვამი არ იყოს გაგებული ისე, რომ კომისიის წევრების გადაწყვეტილება წარმოადგინა ბატონმა არჩილმა, უბრალოდ თქვენი მოსაზრება იყო და მაგაზე გავაკეთე რეფერირება, რომ რადგან თქვენი მოსაზრება იყო, რომ თქვენვე გაგეჟღერებინათ, თორე რა თქმა უნდა, წეგან ჯელობისას სხვა მოსაზრებებიც იყო თავისთავად. ბატონ გიორგი, თქვენ თუ არ გსურთ რაიმეს დამატება, ჩვენ მაშინ კენჭისყრაზე გამოვიტანთ უკვე საკითხს. ამ ფორმულირებით, მადლობა.
იურიდიულ დეპარტამენტს ვთხოვ, რომ რაიმეს დამატება ხო არ სურს ამ საკითხთან დაკავშირებით. სხვა შემთხვევაში მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ რაც გაჟღერდა ბატონი არჩილის მიერ იმ სახით, რომ ნაწილობრივ იქნეს დაკმაყოფილებული მომჩივნის საჩივარი, დაუდგინდეს ერთდღიანი ხარვეზი საკითხის გამოსასწორებლად ამ რეზოლუციით, რომელსაც შემდგომ თქვენ იურიდიულ სახეს და შესაბამის სწორ ფორმულირებას მისცემთ, ამ სახით კოლეგებო, თუ განსხვავებული მოსაზრებები არ არის და იურიდიულ დეპარტამენტს რაიმეს დამატება არ სურს, დავაყენოთ კენჭისყრაზე, გთხოვთ? უბრალოდ ერთი დაზუსტება, ერთდღიანი ხარვეზის ვადა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს უნდა დაევალოს, რომ მან დანიშნოს თუ აქვე შევცვალოთ ამ ნაწილს. ჩვენ ხო, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ და რომელიც შემდგომ სამართლებრივ აქტში 13 სექტემბერს 18 საათამდე ისნის საოლქო საარჩევნო კომისიაში ხარვეზის შევსების წარდგენის გამოსწორების შესაძლებლობა. ტექნიკური დეტალი კიდევ, რადგანაც პარტია საქართველოს არჩეული ჰქონდა ელექტრონული პლატფორმა სიების წარმოდგენისთვის და მაჟორიტარების წარდგენისთვის, ტექნიკურად გარკვეული ტექნიკური ბარიერები არსებობს, შესაბამისად დაევალოს, რომ მატერიალურად წარადგინოს ეს დოკუმენტი. ბატონო, აგერ არის თავად ბატონი გიორგი და ისმენს და გთხოვთ, რომ ეს გავითვალისწინოთ, რომ ხარვეზის შევსების შემთხვევაში მატერიალური სახით გავაკეთოთ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. კეთილი კოლეგებო, ამ რედაქციით სამდივნოს ვთხოვ, რომ შესაბამისი რეჟიმი გაგვიაქტიუროს, რომ მოგქონდეს შესაძლებლობა. ეს არის კიდევ ერთხელ ერთი შემთხვევა და დასტური იმისა, ბატონო გიორგი, რაზეც დასაწყისში საუბრობდი და პირდაპირ მიგითითეთ, რომ ჩვენი კითხვები რაღაც სუდად არ გავიგოთ თქო, იმიტომ რომ ჩვენ მქონდა მცდელობა თქვენთან მიმართებაში, შემდგომ ქალბატონ ლალისთან მიმართებაში, რომ დაგვედგინა ეს, ამას ვაკეთებთ ჩვენ ზოგადად ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ყველა სუბიექტთან მიმართებაში, სადაც კი არსებობს რაიმე სადაო საკითხი, რომ მაშინ წეგანაც ბატონმა გიორგი მაგე ჩემმა მოადგილემ აღნიშნა ეს, რომ ფორმალური განხილვა იყოს, საერთოდ არ დაგელოდებოდით, არც მოვიკითხავდით იყავით თუ არა მოსულები და 5 წუთში მართლა სარეზოლუციო ნაწილს წავიკითხავდით და დავასრულებდით ყველაფერს, მაგრამ ჩვენი მიზანი არის ის, რომ მაქსიმალურად სადაც ეს შესაძლებელია, ხელი შეუწყოთ კონკურენტუნარიან საარჩევნო გარემოს და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაშიც კიდევ ერთხელ შეგახსენებთ თქვენ საქმის კურსში ბრძანდებით მიიღო ცესკომ არაერთი გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ, რომლითაც იქ პარტიული სიების წარდგენასთან მიმართებაში საარჩევნო დოკუმენტაცია, რომლებიც პირიქით ხელშემწყობი იყო პარტიებისთვის და არა რაღაც შემზღუდავი. რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენი მიზანი არის ხელშეწყობა, მაქსიმალურად გვერდში დგომა კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა, და არა რაღაც განსხვავებული მიდგომები. მე მგონი აი ჩვენი კითხვებითაც და ამ გადაწყვეტილებით, ამ ინიციატივით მე მგონი ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. მადლობა, ვაყენებ საკითხს კენჭისყრაზე, იმ გაჟღერებული ფორმულირებით, რომელიც ბოლოს იურიდიული დეპარტამენტის მათ შორის მოსაზრებების გათვალისწინებით იქნა გაჟღერებული, გთხოვთ კოლეგებო, გავიაროთ რეგისტრაცია. აქვე მე მინდა გაცნობოთ, რომ ვინაიდან რაღაც გადაუდებელი აუცილებლობა მაქვს, რომ რამდენიმე წუთით სხდომა დავტოვო, ამიტომ გთავაზობთ, რომ სხდომა გააგრძელოს თავმჯდომარის მოადგილემ ბატონმა გიორგი შარაბიძემ და ამ საკითხის კენჭისყრის დასრულების შემდგომ რამდენიმე წუთით დავტოვებს სხდომას. კოლეგებო, გვასრულებ კენჭისყრას, ერთხმად მიღებულია გადაწყვეტილება შესაბამისად, ბატონო გიორგი, თქვენ უკვე ხვალ სამუშაო დღის განმავლობაში დილის 10-დან 18 საათამდე შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში გაქვთ შესაძლებლობა გამოასწოროთ ხარვეზი. უბრალოდ დაგიდგინეთ ხარვეზი და მოგეცით მაგისთვის ერთი დღის ვადა. გისურვებთ წარმატებებს. შეგიძლიათ. დიდი მადლობა. უბრალოდ ნამდვილად სასიამოვნოა ასეთი გადაწყვეტილება, რომ მიიღო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და მე ნამდვილად მადლობის მეტი რამე თქვის. ვიმედოვნებთ, რომ სასამართლოშიც ჩვენ იმ საკითხს გავასაჩივრებთ და პარტიულ სიაშიც შევძლებთ ქალბატონ ლალის აღდგენას. მადლობთ, დიდი მადლობა და მადლობა. დაგემშვიდობებით, თქვენ შეგიძლიათ როგორც ხდომის ბოლომდე იმყოფებოდეთ, ასევე შეგიძლიათ უკვე დატოვოთ
ხდომაც. მადლობა და როგორც კოლეგებო უკვე გაცნობეთ, ვთხოვ რომ ჩემს ადგილას გადმოინაცვლოს ბატონმა გიორგიმ და გააგრძელოს ხდომის დღის ესე იგი გათვალისწინებული შემდგომი საკითხების განხილვა. მადლობა, ნახვამდის მოგესალმებით. გადავდივართ დღის წესრიგის შემდგომ საკითხზე. ეს გახლავთ შემდეგი საკითხი გახლავთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციად გაერთიანებული სამეფო საარჩევნო კომისიის რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილება კანონშესაბამისია გაერთიანებული სამეფო საარჩევნო კომისიის დოკუმენტაცია შესაბამისად საკითხს ვაყენებ კენჭისყრაზე. გთხოვთ გავიაროთ რეგისტრაცია. გაერთიანებული სამეფო საარჩევნო კომისია ასე ქვია. კი ბატონო, გასაგებია. მოკლედ მირთულებთ. ცხოვრება. არა, ამ შემთხვევაში პროცესია საუბარი, ანუ ხმის მიცემა ჩემი კომპიუტერიდან უნდა გავაგრძელო. აი ბრიტანეთი არა, მაგრამ აი მექსიკა არაგები. ორივე კომისია. მექსიკა კოლუმბიის აღმოჩენილი. არა, ორივე კომისია იქ შემთხვევაში. მადლობა. გაერთიანებული სამეფოს ცენტრალური საარჩევნო კომისია რეგისტრირებულია დამკვირვებლად. შემდეგი საკითხიც ანალოგიური გახლავთ. საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციად მალაიზიის საარჩევნო კომისიის რეგისტრაციის საკითხი. კანონშესაბამისია შესაბამისი ინსტიტუტის მიერ გამოგზავნილი განცხადება, შესაბამისად საკითხს ვაყენებ კენჭისყრაზე. გთხოვთ გავიაროთ რეგისტრაცია. ვასრულებ კენჭისყრას. მადლობა, საკითხი გადაწყვეტილია. შემდეგი საკითხი ეს გახლავთ. არჩევა. ახალგორის საარჩევნო კომისიის წევრის არჩევის შესახებ და შესაბამისად გავააქტიურებ, ასევე გავიაროთ რეგისტრაცია, მოვემზადოთ კოლეგებო სახელობითი კენჭისყრისთვის. ასრულებ კენჭისყრას და ვთხოვ სამდივნოს გამოაცხადოს კენჭისყრის შედეგები. ახალგორის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად არჩეულია ნუნუ ჭელიძე. მადლობა, ულოცავ ქალბატონ ნუნუს და უსრულებ ნაყოფიერ საქმიანობას. ეხლა ჩვენ უნდა გადავიდეთ სხვადასხვაში გათვალისწინებულ საკითხზე, რომელიც ასევე რეგისტრაციის დამკვირვებლების რეგისტრაციის საკითხს შეეხება. მოგმართა მეხიკო-სიტის საარჩევნო ინსტიტუტმა მექსიკიდან მათი დოკუმენტაცია შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და შესაბამისად გთხოვთ საკითხი დავაყენებ კენჭისყრაზე, გთხოვთ გავიაროთ რეგისტრაცია.
ვასრულებ კენჭისყრას. გადაწყვეტილება მიღებულია, მადლობა კოლეგებო. შემდეგი საკითხი გახლავთ მექსიკის ეროვნული საარჩევნო ინსტიტუტის განცხადების განხილვა, როგორც მოგეხსენებათ, მექსიკაში სხვა საარჩევნო სისტემაა, ასე ვთქვათ, ზოგადად სხვადასხვა ინსტიტუტები ატარებენ არჩევნებს და ადმინისტრირებას უწევენ სხვადასხვა ტიპის არჩევნებს. აქედან გამომდინარე, მექსიკის ეროვნული ინსტიტუტის განცხადებაა წარმოდგენილი, კანონშესაბამისია და გთხოვთ გავიაროთ რეგისტრაცია. ვასრულებ კენჭისყრას. გადაწყვეტილება მიღებულია და დღის წესრიგის ბოლო საკითხი ეს გახლავთ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის განცხადება. ამ წლის 12 სექტემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა ერთსულოვნება საზოგადოების უფლებისთვის საკუთარი განცხადებით და ითხოვდა შესაბამისად რეგისტრაციას არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციად. თუმცა წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად ჩვენ გვაქვს ხელს განკარგულების პროექტი, ვინაიდან ორგანიზაციის მიერ არ არის წარდგენილი მეწარმეთა და არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი, რაც მე-40 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად წარმოადგენს ამ ორგანიზაციისთვის უარის თქმის საფუძველს. ასეთი ვარიანტით არის წარმოდგენილი განკარგულების პროექტი, თუ კოლეგებს რაიმე ასე ვთქვათ, არ აქვს განცხადება, მაშინ ცხადია, რომ საკანონმდებლო დანაწესით ჩვენ გვიწევს უარის თქმა ამ ორგანიზაციისთვის, მაგრამ აქვე აუცილებლად დავძენ და შევახსენებ ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციას, რომ ვადები ჯერ კიდევ არსებობს და შესაბამისად, თუ კი აღმოფხრილი იქნება უარის თქმის საფუძველი, ორგანიზაციას შეუძლია კიდევ ერთხელ მიმართოს საარჩევნო ადმინისტრაციას რეგისტრაციისთვის. ვაყენებ საკითხს კენჭისყრაზე, გთხოვთ გავიაროთ რეგისტრაცია. ვასრულებ. გადაწყვეტილება მიღებულია. ეს გახლავთ დღის წესრიგის ბოლო საკითხი, შესაბამისად, სხდომას დახურულად ვაცხადებთ. მადლობა.